ამ ვიდეოში გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას თუ როგორ მოხსენის სეკრეტი ეგრეთ წოდებული ბოლტი Mazda MX-5-ზე. იგივე პრინციპით შეგიძლიათ სხვა მანქანებზეც მოხსნათ. მოკლედ აი ესეთი ბოლტები მოყვა. ეს არის ქარხნული. ეს ბოლტები ვიყიდე ისანში, Mazda-ს სხვა მოდელის იგივეა მიდის. ეს არის სეკრეტები, ორი ცალი მოხსენი უკვე. და დანარჩენსაც მოხსნით, ახლა აგიხსნით პრინციპებს. ინსტრუმენტებს ხედავთ, რაც გჭირდება. ესე იგი, ეს არის 21-იანი. 21-იან ключზე ერგება. სეკრეტზე დაგჭირდება აი ესეთი 20-იანი გალოუკის ყიდვა. ეგრეთ წოდებული გალოუკის თავისი. ეს უნდა ჩავაცვათ. ესე ჩავაცმევთ და ამ სეკრეტულ ბოლტს ესე ჩამოვაცვავთ თავს და ჩაქუჩით დაუკაკუნებთ და ისე რომ გაიჭედოს. დიდზე ჩასვლა არ უნდა, აი დაახლოებით 1 სანტიმეტრზე. ანუ ესე წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის სეკრეტის ბოლტი. ესე დავადეთ და დაუკაკუნეთ, რომ ჩავიდეს რაღაც დონეზე. როგორც კი გაიჭედება, გამოვიღებთ ტრეშოტკას, ჩავასვათ აქ და მოუშვებთ ჩვეულებრივად. მერე მთავარი პრობლემა გვაქვს აი ჩაჭედილი ბოლტის აქედან ამოგდება. ამისთვის ვიყენებ აი ესეთ გარელკას და აი ესეთი მეტალის სეომნიკივით რაღაცა. აი ესე ჩავსვავ ამას, ვათბობ გარელკით და ამას დავადებ აქ და ჩაკუჩი. ეგრე მარტივად არ ვარდება, მაგრამ გაცხელება მაგრად ჩველის. გაცხელების გარეშე შანსი არ აქვს ამის გამოგდების. და შემდეგ დანარჩენ თვლებზეც იგივეს ვიღად. ორი უკვე მოხსენი და ორი დამრჩა. სანამ მოხსნას დაიწყებთ ამის გაჭედვას, დანარჩენი 3 ბოლტი უნდა დაუჭიროთ მაგრად, რაც შეიძლება. ან 4 ბოლტი აქვს Mazda-ს და 3-ს უჭერთ მაგრად, სტანდარტული რეზბით რაც არის, რომ 3-ის დაჭერით ამ სეკრეტს, ასე ვთქვათ, ვასუსტებთ და ბევრად ადვილად ეშვება. სულ ეს იყო, მოკლედ ახლა ვიდეოშიც პატარა მონაკვეთს გაჩვენებთ, როგორ უნდა გავჭედო დანარჩენად და არ არის რთული, მოკლედ. ესეთია. ციანი დაახლოებით 1 სანტიმეტრზე უნდა შესვლა, ბევრი არ ჭირდება. მოკლედ გავედი ბოლოში, 4-ვე ბოლტი მოხსენი. იდეაში გარელკა დიდად არც არის საჭირო, თუ ძალიან არ გაჭედავთ რა. აი ესეთი რაღაცა სიომნიკივით ტრუბა ან რაღაცა გჭირდებათ, რომ ეს ჩაიჭედოს აქ და ადვილად გავარდეს რა. ეს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ეს არის, მე მგონი, ამ შემთხვევაში. ესე ჩავსვათ აქ და მე დარტყმით, რომ გააგდოს რა. გარელკა დიდად არ არის საჭირო. ერთ ბოლტზე მაწვალა გარელკა მარტო. ეს ინსტრუმენტი არ მქონდა, იმის გარეშე ვხსნიდი და ვიწვალე და ეს რა ვიპოვე გარაჟში რაღაცის ნაწილია და ადვილად მოიხსნა. მოკლედ ვინმეს თუ დაგჭირდეთ Mazda-ზე მოხსნა, შემეხმიანით და დაგეხმარებით. ნაო, მადლობა ყურადღებისთვის. თუ გამოგადგათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მადლობის ნიშნად. აბა წარმატებები ყველას.